დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გენერალ-მაიორ გენო ადამიანის დაბადების დღეა. თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და თავმჯდომარემ გმირთა მოედანზე ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. გენერალი გენო ადამია 1993 წლის 28 სექტემბერს კოდორის ხიდზე დაიღუპა. სოხუმის დაცემიდან მეორე დღეს. ის სოხუმის 23 ბრიგადის ხელმძღვანელი იყო. ბრიგადა, რომელიც 5000 მოხალისეს აერთიანებდა, მან საკუთარი ძალებით ჩამოაყალიბა. გენო ადამია მაშინ მოკლეს, როდესაც უკან სოხუმში შესვლას ცდილობდა. ის თბილისის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული. მისი ღვაწლი ქვეყნისა და ერის წინაშე არის განუზომელი და ჩვენი ვალია, რომ ჩვენს მომავალ თაობას გადავცეთ ჩვენი გმირების შესახებ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მათი სახელი იყოს უკტავი და ახსოვდეს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მომავალ თაობას. გენო ადამიანს 12 ბრძოლა მოიგო ომის პირობებში. ეს იყო უკომპრომისო და შეუვალი ადამიანი, რომელმაც დაგვამახსოვრა თავი, როგორც ძალიან თბილმა, ძალიან მეგობრულმა ადამიანმა და ამავდროულად ის იყო შეუვალი და ის იყო მტრის მიმართ და საერთოდ საქმის მიმართ ძალიან კონკრეტულად ჩამოყალიბებული პიროვნება.